დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სიზმრის იოგას. ხვალ იქნება სწავლება, მაგრამ ეს სწავლება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნიშანს მივიღებ, ნიშნებს, რომელსაც სიზმრის დროში მივიღებ, რომლებიც მაუწყებენ, რომ საჭიროა ასეთი სწავლების გაცემა, ან იმ შეკითხვების მიხედვით, რასაც იმეილებით თქვენ წერთ. ამას გარდა დამოკიდებული ვარ რაღაც ინგრედიენტებზე, რომლებიც დღეს პოსტით უნდა მივიღო. თუ მოვაპოსტა, თუ მაშინ ხვალ გასწავლით, როგორ გააკეთოთ, გამოაცხოთ თორმა და როგორ მოაწყოთ საკურთხეველი. ასე რომ ხვალინდელი სწავლება დამოკიდებულია სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კონდიციაზე. თუ არც ერთი ეს სწავლება არ გაიმართება, მაშინ უბრალოდ კითხვა-პასუხს გავმართავ. მაგრამ დღეს ჩვენ სიზმრის იოგაზე ვისაუბრებთ. ძირითადად ეს იქნება თქვენი შეკითხვებზე პასუხის გაცემა, ასე რომ დაიწყეთ კითხვების დაწერა ჩატში და ძალიან გთხოვთ მხოლოდ სიზმრის იოგაზე დაწერეთ. აქამდე ბევრმა თქვენმა მკითხა, რას ნიშნავს აი ეს სიზმარი თუ ის, როგორ მოვახდიოთ სიზმრების ინტერპრეტაცია. გახსოვდეთ, რომ სიზმრების უმრავლესობა არის როდესაც თქვენ სიზმრებით თქვენ თავს ესაუბრებით. თქვენ იცით საკუთარი სიმბოლოების შესახებ, ასე რომ საკუთარი სიზმრის ინტერპრეტაციის ყველაზე დიდი შანსი გაქვთ თქვენ თვითონ. მე ვერ მოვახდენ ამის თქვენთვის ინტერპრეტაციას. ასე რომ თავი შეიკავეთ აი ასეთი სიზმრის ინტერპრეტაციის მოთხოვნის შესახებ კითხვებისაგან და სხვა კითხვები დაწერეთ. მაგრამ მანამდე მე მოვუხმობ სულიერი შტოს აი ამ ლოცვით. Dorji sempa garab dorji dang Shire singe bardu shin labdi Dedang mabzon tatatusum chi Zog chen jupe lama la solwa de Ergin pema junela solwa Dorji chang chitilo naru dang Marpa mila gompo tsatsapa Na pupadang palden drupa suk Kargulama namla soluwa de O chen lama namla soluwa Ndru tien lama namla solwa dev Shat tien lama namla solwa dev Yun drung dang yendu lama namla solwa Deb Akondu Shongdang Yerme Pa Gungarab Dorji Jintrak Pa Jetidang Nisume Pai Pa Lamanam Chetente Chong მოდი დავიწყოთ კითხვებით. ვნახოთ რა შეკითხვებია. პირველი კითხვა არის შემდეგი. ძალიან ბევრი სიზმერი მესიზმრება წინასწავლების შემდეგ, მაგრამ ხშირად მეღვიძება და შემდეგ ვეღარ ვიძინებ. გაქვთ რაიმე რჩევა? ასევე,
არის რაიმე რჩევა, რითიც სიცხადეს სიზმარში გავაძლიერებთ. კი, არის. ეს არის პრაქტიკა მარცვლებთან მუშაობით. მარცვალი ყელის ჩაკრასთან. არსებობს ასევე სხვა პრაქტიკები, როდესაც მარცვლები არის სხვა ჩაკრებში წარმოდგენილი, მაგრამ ამას ასე ღიად არ ვასწავლი, რადგან თუ თქვენი ჩაკრები გასუფთავებული, გაწმენდილი არ არის, შეიძლება პირიქით საზიანო აღმოჩნდეს ეს თქვენთვის. მაგალითად, თუ თქვენ ჯერ არ გაგიკეთებიათ შიდა სხეულის რუშენი, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ ჩაკრების და ენერგოარხების გასუფთავებაზე, მაშინ მე ვერიდები ამ სწავლების ღიად გადმოცემას. ამიტომ არის ასევე, რომ წინა სწავლებაში მე მოგეცით 9 სუნთქვის პრაქტიკა. ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ გაასუფთავოთ თქვენი ენერგოარხები, რომლებიც თუ გასუფთავებული არ არის, ხელს შეუშლის თქვენ სიზმრის იოგას პრაქტიკას, განსაკუთრებით სიცხადის ლუციდურობის გამომუშავებას. სიცხადისათვის მე თქვენ გასწავლეთ მარცვლის ტიბეტურად დაწერილი 100 წარმოდგენა ყელის ჩაკრასთან, რომელიც არის გამჭვირვალე, თეთრი და გარშემორტყმულია ცისარტყელის სფეროთი. ტიბეტურში თეთრი და გამჭვირვალე ხშირად ერთად მოიაზრება. ასე რომ ეს მარცვალი, რომელსაც ტიბეტურად ხანდახან H ეწერება გვერდით, წარმოიდგენთ, ყოველთვის არ წერენ ასოთი 100 შემდეგ, მხოლოდ არის ხოლმე, მაგრამ ხანდახან წერენ. თქვენ წარმოიდგინეთ ტიბეტურად დაწერილი თეთრი გამჭვირვალე, რომელიც არის ცისარტყელის ხელში. ან ბონის ტრადიციიდან გასწავლეთ მსგავსი, როდესაც გამჭვირვალე არის წითელი ლოტუსის ფონზე. ეს ორივე ძალიან გავს ერთმანეთს და ორივე აძლიერებს სიცხადის შეგრძნება სიზმარში. თუ თქვენ გეღვიძებათ და ვეღარ იწინებთ, უბრალოდ წამოდექით და დალიეთ მაგალითად ცხელი რძე. ან მიწის თხილი შეჭამეთ. დასაკვირია, მაგრამ მიწის თხილი ეხმარება. peanut butter. მიწის თხილის კარაქი. ესე იგი გირჩევთ ან დალიოთ ჩაი, სცენარეული ჩაი მაგალითად, ან რძიანი ჩაი, რომელიც მხოლოდ დამტკბარი არის, ამას მაგალითად ინგლისში ჩაის, რომელშიც ჩაი, ანუ კოფეინი არ არის და მხოლოდ რძით და თაფლით არის, ბავშვებს ასმევენ ხოლმე. ამას გარდა მიაქციეთ ყურადღება, რა პრაქტიკას ასრულებთ დღის განმავლობაში. აი მაგალითად, ტრექჩოს პრაქტიკა, ან ტანტრული იდამთან მუშაობის პრაქტიკა დაგეხმარებათ, რომ გამოიმუშაოთ, გააძლიეროთ და გაამტკიცოთ თქვენი ლუციდურობა, სიცხადის შეგრძნება სიზმარში. შემდეგი. თქვენ ახსენით წინა სწავლებაში წმინდა ადგილებში მოგზაურობა, დაკინების წმინდა ადგილებში მოგზაურობა, შეგიძლიათ ახსნათ, როგორ უნდა ვიმოგზაუროთ ამ სამეფოებში. დაკინები არის სიმბოლო დარმატასი. ეს არის პროცესი, როდესაც მედიტირებ და ფიქრობ და მედიტირებ, როდესაც განსხვავება არ არის ფიქრსა და მედიტაციას შორის. ეს არის ეტაპი, რომელიც დგება მაჰამუდრაში მას შემდეგ, რაც თქვენ გააკეთებთ დრულთრა ნარჯორს, მოცეკვავე უძრაობის იოგას, ანუ პერიოდს, როდესაც თქვენ ჯერ განასხვავებთ ერთმანეთისაგან, რა მოძრაობს და რა არის უძრავი, და ამის მიღმა წახვალთ და ნახავთ, რომ ის, რაც მოძრაობს და ის, რაც არასოდეს მოძრაობს, რეალურად ერთია
მაგრამ სანამ აი ამ ეტაპზე იქნებით მაჰამუდრაში თქვენ აუცილებელია რომ ჯერ უნდა განასხვავოთ მოძრავი უძრაობისაგან მედიტაციის პროცესში, ანუ მედიტაციის დროს რა მოძრაობს, რა იცვლება იმისაგან, რაც მუდამ უცვლელია. იმიტომ რომ თუ ჯერ აი ამას ვერ განასხვავებთ, შეიძლება კონცეპტუალურად მიიღოთ მოძრაობის ნაწილი უძრაობად. დაკინები არიან ასე ვთქვათ თანმხლებები ტიბეტურ იოგაში, რომლებსაც პრაქტიკოსები მიჰყავთ აი ამ წმინდა ადგილებში, სადაც მათ სწავლების მიღება შეუძლიათ. ისინი არიან სიმბოლოები სიცხადის და მათ მოაქვთ სიცხადე, გონების სიცხადე. თუმცა არსებობს სხვა გზები, სხვა საშუალება, რომ აი ამ განსაკუთრებულ ადგილებში დაკინების თანხლების და გარეშე მოხვდეთ. არსებობს ხერხი, რომ წახვიდეთ აი ამ წმინდა ადგილას ხსიარულით. პირველი ამისათვის უნდა დაიჯეროთ, მართლა უნდა დაიჯეროთ, რომ შეგიძლიათ აქ მოხვედრა, ამ წმინდა ადგილებში მოხვედრა. და სიზმარში უნდა შეინარჩუნოთ აი ეს რწმენა, რომ თქვენ წმინდა მიწაზე სიზმრის დროში შეგიძლიათ მოხვედრა. და აი ასეთი რწმენის შენარჩუნებით სიზმრის დროში თქვენ დაიწყოთ სიარული, ისე რომ არ გქონდეთ მიმართულება, მაგრამ უბრალოდ მიდიოდეთ და თან ინარჩუნებდეთ სიცხადეს. და აი ასე შეიძლება მოხვდეთ წმინდა მიწაზე სიზმრის დროში ან სხვა ადგილას. მაგრამ გახსოვდეთ, დაკინები არ არიან თქვენში ან თქვენს გარეთ და ისინი ყოველთვის ქალები არ არიან. კი, ხშირია, რომ მამაკაცი პრაქტიკოსები ხედავენ მათ ქალის ფორმაში, ქალები ხედავენ მათ როგორც დაკებს, ანუ მამაკაცის ფორმაში. დაკინის მნიშვნელობა არის სივრცე. დაკას მნიშვნელობა არის უფრო გადახრილი იქითკენ, რომ წაგიყვანთ იქითკენ, სადაც თქვენი საჭიროება არის. იქ, სადაც თქვენ შეიძლება ვინმეს დაეხმაროთ. ისინი ბოდიჩიტას განსხივოსნებული გულის სიმბოლოები არიან. ორივენი დაკინები და დაკები არიან სიმბოლოები, მაგრამ ისინი ასევე არსებობენ როგორც ადამიანები, როგორც ადამიანების ფორმაში, ისე როგორც პრაქტიკოსები და სხვადასხვა დონის, ასე ვთქვათ, არიან ისინი. მახსენდება ერთი ძველი, ძალიან სასაცილო თარგმანი დაკინების ტიბეტურად. ადრე ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა ვაჯრა დაკინი თარგმნა როგორც ბრილიანტის ფერია. ეს არ მახსოვს უბრალოდ რომელმა ჩვენთაგანმა თარგმნა, თავის დროზე ვსწავლობდით მხოლოდ ენას. ახლა ის საკმაოდ ცნობილი და ძალიან კარგი თარჯიმანია და შეცვალა ეს თარგმნა. მაგრამ როდესაც ვფიქრობ ამ ადრეულ სასაცილო თარგმანზე, სულ წარმოვიდგენ ეს დიდ მამაკაცს, რომელსაც აქვს წვერები და აცვია ბალერინის ფორმა. ეს უბრალოდ ჩემი ასოციაცია არის, როდესაც ვფიქრობ ბრილიანტის ფერიაზე და ამ თარგმანზე. ბოდიში, გადავუხვიე. შემდეგი კითხვა. რამდენად დეტალურად უნდა ჩავიწეროთ ჩვენი სიზმრები ჩვენს სიზმრის დღიურში? აქვს ამას მნიშვნელობა? იყავით იმდენად დეტალური, რამდენადაც საჭიროა იმისათვის, რომ თქვენი სიზმრები კარგად დაიმახსოვროთ. ეს განსხვავდება, არ არსებობს ერთი პასუხი ყველასათვის. მე ვიტყვი საკმაოდ დეტალურად. ეს არის პრაქტიკა იმისათვის, რომ თქვენ ისწავლოთ სიზმრის დროში ყურადღების გადატანა და ფოკუსირება სიზმარზე. რაც უფრო გააძლიერებთ, აი ამ უნარს, რომ თქვენ შეგიძლია ყურადღება და ფოკუსი მიაპყროთ სიზმრის დეტალებს, მით უფრო დაგეხმარებათ. ლამა,
სტუმოს პრაქტიკა დაგვეხმარება? კი, ძალიან დაგეხმარება. თუ გაქვთ სტუმოს პრაქტიკის შესახებ სწავლება მიღებული და ასრულებთ ამ პრაქტიკას უსაფრთხოდ და ყავთ მასწავლებელი, კი, ძალიან დაგეხმარებათ. ვიღაცამ დაწერა, რომ მიწისთხილი მაღალია მაგნეზიუმით და ის ალბათ ეხმარება ჩაძინებაში, ანუ მიწისთხილის კარაქი. რა გავაკეთო მაშინ, როდესაც გულმკერდის არეში ვგრძნობ სიმძიმეს, ეს ჩემს არსებულ დაავადებასთან არის დამოკიდებული. გაიკეთე მასაჟი. თუ შეგიძლია აი ამ კორონას პერიოდში ამის უსაფრთხოდ მიიღება, გაიკეთე მასაჟი. თუ არა, მაშინ მიმართე რომელიმე რელაქსაციის, განტვირთვის მეთოდებს. ბევრი ასეთი მეთოდი გვაქვს ჩვენ. მაგალითად, გაწელვა, ცეკვა, ან ვიზუალიზაციის პრაქტიკები. რა თქმა უნდა, ეს დაავადება, რომელიც თქვენ გაქვთ, ამისთვის უნდა მკურნალობდეთ, ხომ? უნდა ნახოთ თქვენი ექიმი. მე როდესაც რჩევას გაძლევთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ექიმი არ ნახოთ და არ ემკურნალოთ. მაგრამ ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრაქტიკით. აი ეს შეგრძნება, რომ ასე ვთქვათ, გულზე სიმძიმე გაქვთ, არის სავარაუდოდ იმისგან გამოწვეული, რომ თქვენი სტრეს შებოჭილობას ინახავთ. პრაქტიკა, რომელიც მახსენდება ამისათვის შემიძლია გირჩიოთ, არის ტრეკჩო. ტრეკჩოს მედიტაცია, მაგრამ თუ ამას სწორად განტვირთვით ასრულებთ. ასევე ჩენრეზიგის სადანა. ასევე თუ ამას თქვენ განტვირთულად, მოშობულად, მოდუნებული გულით აკეთებთ. ასევე თავშესაფრის აღება. ბუდეში, დარმასა და სანგაში. ასევე შესრულებული და აღებული რწმენით. იმიტომ რომ როდესაც რწმენით იღებთ თავშესაფარს, მაშინ ეს გაძლევთ უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნებას. არც ერთი პრაქტიკა არ დაგეხმარება თუ ამას გულით და ასევე მოშობულად მოდუნებული არ აკეთებთ, იმიტომ რომ პირიქით დაგძაბავთ პრაქტიკის შესრულება. თუ პრაქტიკების შესრულება, ასე ვთქვათ, არ გეხმარებათ, მაშინ წარმოქმნით უფრო მეტი გევა, ანუ მადლი, სათნოსაქციელი თქვენს ირგვლივ. ეს ყველაზე უფრო მარტივი გზა არის. შემდეგი. 9 სუნთქვის გაკეთების შემდეგ მე დამესისმრა სისმაში, რომ გამაუპატიურეს და მას შემდეგ ეს პრაქტიკა აღარ გამიკეთებია. თუმცა ვაკეთებ ტრეკჩოს და მახსოვს სისმრები. გაქვთ რაიმე რჩევა? გაუპატიურების შიში. ალბათ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასეთი რეაქცია მოგცათ 9 სუნთქვის პრაქტიკის გაკეთების შემდეგ. გააკეთე ისევ ეს პრაქტიკა და წადი დაუბრუნდი ამ ძალადობის სიზმარს და მიიღე თავშესაფარი. რწმენით მიიღე თავშესაფარი. თუ შეგიძლია, რა თქმა უნდა. თუ არ შეგიძლია, მაშინ შეიძლება შენ გაქვს PTSD, ანუ პოსტტრავმატული სტრესი, ან ამ ცხოვრებიდან, ან წინა ცხოვრებიდან, რომელიც გამოიხატება როგორც შენ ენერგო არხში, ასე ვთქვათ, გაჭედილობა და 9 სუნთქვის პრაქტიკამ ეს ასე ვთქვათ დაძრა და შესაბამისად ეს დაგეს სიზმრად. შესაძლებელია სიზმარში კარმის დასრულება, მაგრამ თუ არის ტრავმა,
ან თუ გვაქვს PTSD, მაშინ ადამიანებს აქვთ ტენდენცია, რომ აი ეს გამოცდილება წარმოიდგინონ ისევ და ისევ, წარმოიდგინონ ისევ და ისევ გონებით. ეს იწვევს შიშს გაუპატიურების შესახებ, რომ ხშირად აღმოცენდეთ. ან ვთქვათ, ტრავმა, როდესაც ადამიანი გაქურდეს, იწვევს აი იმ შიშს, რომ მას ხშირად გაქორდავენ. ჩვენ გვაქვს ტიბეტური მეთოდები აი ამ ტრავმებთან მუშაობდე, მაგრამ მე ვფიქრობ, EMDR ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დასავლური მეთოდია. ჩვენ ტიბეტელ დევნილებთან გვიმუშავია ამ მეთოდით. თქვენ შეგიძლიათ აი აქ კორონის პანდემიის პირობებშიც კი იპოვოთ სპეციალისტი EMDR-ის და ჯერ სცადოთ ამასთან მუშაობა. როდესაც ამ პრაქტიკებს ვაკეთებ, რაღაც პერიოდში ეს ავტომატურად გადადის და ასე ვთქვათ, ვაკეთებ ისე, რომ არ ვაქცევ ყურადღებას, ანუ ვცდილობ გავიგო რას გრძნობ, რას გულისხმობთ, ასე იმიტომ რომ შევიგრძნო კითხვა. დღის პრაქტიკები. არა, მოდიცადე. დამიკონკრეტე, რომელ პრაქტიკებზე საუბრობ, ამბობ დღის პრაქტიკებზე, თუ ძილის წინ პრაქტიკაზე, როდესაც წარმოიდგენ ამარცვალს გულთან. დამიკონკრეტე და შემდეგ გაგცემ პასუხს. ბევრი კითხვები ერთი წამით და წავიკითხავ შემდეგს. ერთხელ სიზმარში სიდებთან მქონდა, მაგრამ ხმამ მითხრა, რომ არ ვითამაშო ამ ზებუნებრივი ძალებით. რა მერჩევა გაქვთ? თავი შეიშინე. შენ გრძნობ და გგონია, რომ სიდების გამოყენება სიზმარში არასწორია. ეს არ არის არასწორი. სიდები მოდის და მიდის. შენ ალბათ გგონია ასევე, რომ დღის სიზმრის პერიოდში, დღის განმავლობაში სიდების გამოყენება არასწორია. დღის განმავლობაში სიდები მოდიან და მიდიან. ნამდვილი სიდა მოშე ის არასოდეს გადის. მაგრამ აი ეს პატარა ჯადოქრობები, რომლებიც მოდი-მიდის, ეს უნარები, რომლებიც გაქვთ, არაფერია ისეთი. ჯადოქრობით არის გამსჭვალული მთელი სამყარო, დიდი არაფერი არ არის ეს. ეს არის უბრალოდ ურთიერთქმედება. კი, ზოგიერთი პრაქტიკოსები აკეთებენ ისეთ რაღაცას, რაც უფრო ღირსშესანიშნავია, მაგრამ ეს მოძრაობა მოდის და მიდის ეს უნარები. მე ვფიქრობ, შენ კარმას მე ვფიქრობ, შენ კარმას და რჩევას იმის შესახებ, თუ რა არის სახიფათო, ამას აღიქვამ როგორც არასწორს. ეს არ არის, ასე ვთქვათ, არასწორი ცუდი. მაგრამ შეიძლება იყოს სახიფათო. მაგალითად ხშირად არის, რომ რაღაც მაგალითად ანუ განასხვავე, რომ აი ამის კეთება შეიძლება იყოს სახიფათო, ანუ სიდების გამოყენება, მაგრამ ის არასწორი, ცუდი, დემონური არ არის. მოდი, იმუშავე იმაზე, რომ განასხვავო შენი წარმოდგენები, იმაზე თუ რა არის კარგი და ცუდი, შენი დარმული პრაქტიკისაგან. შემდეგი კითხვა. როდესაც ვიაზრებ, რომ სიზმარში ვარ, მეღვიძება. ეს ძალიან ხშირია და ამისათვის ხოლმე პრაქტიკა დაგეხმარებათ. როდესაც გაიაზრებთ, რომ სიზმარში ხართ და
მინდა საერთოდ ამაზე ვისაუბრო დღეს, როგორ იმუშაოთ ლუციდურობასთან. პირველი ნაბიჯი არის, როგორც კი გაიაზრებთ, რომ სიზმარში ხართ, რომ ნახოთ, რამდენ ხანს შეგიძლიათ ეს ლუციდურება შეინარჩუნოთ. ამას როგორ აკეთებთ? მიყევით სიტუაციას, ნუ შეეცდებით მის შეცვლას, უბრალოდ ნახეთ, რამდენ ხანს გრძელდება თქვენი სიცხადე სიზმრის დროში. ამის შემდეგ, როდესაც უკვე ნახავთ და ეს გახდება ჩვეულებრივი, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში თქვენ გაქვთ ლუციდურობა სიცხადე, მაშინ იწყებთ უკვე სიზმართან მუშაობას, მაგრამ მანამდე უნდა მიაღწიოთ იმას, რომ ლუციდურობა არის ჩვეულებრივი მოვლენა სიზმარში თქვენთვის და არა რაიმე განსაკუთრებული. ამას დრო ჭირდება. იცით, მე ახლა ამ სწავლებებს გაძლევთ ძალიან სწრაფად. მხოლოდ 2 კვირა არის პირველ, მეორე და მესამე სერიას შორის. რეალურად ეს უნდა მოიცავდეს თვეებს და ხანდახან წლებსაც კი. თვეები და ხანდახან წლებიც კი არის საჭირო აი ამ პერიოდებს შორის. მაგრამ ადამიანები მოუთმენლები არიან და ასევე არიან თქვენ შორის პრაქტიკოსები, რომლებიც სხვა დონეზე არიან, მათ უკვე გაკეთებული აქვთ პრაქტიკები. ამიტომ მე გაძლევთ ამ სწავლებებს სწრაფად, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს აი ამსევე 2 კვირაში უნდა მიაღწიოთ ამ სხვადასხვა ეტაპებს. მაყურებელმა დააკომენტრა, რომ მისთვის ყველა პრაქტიკა, რომელსაც ის დღის განმავლობაში აკეთებს, რაღაცა მომენტში გახდება ეს პრაქტიკები ავტომატური და ისინი ეფექტური აღარ არის. შენ გჭირდება ინსპირაცია. რა გაძლევს ინსპირაციას? ასევე უნდა გამოიყენო mindfulness-ი როგორც ხელსაწყო. Mindfulness-ი ტიბეტორში არის უნარი, რომ გაიხსენო და გადაიტანო ყურადღება, გონების ყურადღება იქ, სადაც შენ გინდა. მაგრამ ეს არ უნდა გააკეთო თავის ლანძღვით, რომ ისევ გამექცა გონება, ყურადღება გამეფანტა სხვა რაღაცაზე მაქვს. არა, ეს არის უბრალოდ უნარი გონების, რომ ყურადღება მიაპყროს იმას, რასაც არის საჭირო. ანუ ამ შემთხვევაში სიზმრის დროზე. ამას გარდა, მაგალითად მოაწყე ძალიან ლამაზი საკურთხეველი შენ ოთახში. საკურთხეველი ენერგიას ინახავს და აი მაგალითად სანთელი, ლამაზი ყვავილი, ტორმა. შეიყვარებინმე. უბრალოდ შეიყვარე ცა თუ მამაკაცი ხარ, ან ახალგაზრდა და გაქვს ბევრი ენერგია. ან შეიყვარე ფორმები, თუ გაქვს ენერგია უფრო მეტი. ფორმების ცეკვა, ანუ აი ეს მრავალფეროვნება, რაც ირგვლივ არის, ლამაზია. ცა არის სიმბოლო უსაზღვრო გახსნილი თვითცნობადობის. ასე რომ შეიყვარე ან ცა, ან ამის სიმბოლო, მაგალითად დაკენი, ან დაკა. დაკას ან დაკენის ხატი, იმიჯი, სურათი. ნახე, მოწებნე, რა გაძლევს ინსპირაციას. მე მაგალითად ზოგიერთი წიგნი მაქვს და აი ამ წიგნებს მიმართავ ხოლმე, თუ გრძნობ, რომ ინსპირაცია დავკარგა და გონება მეფანტება და მიჭირს პრაქტიკაზე ყურადღების დაყრდნობა. და ვკითხულობ ხოლმე აი ეს ამ წიგნებს, ჩემს საყვარელ წიგნებს და არმულ წიგნებს. მე ბევრი ტექსტი მაქვს, ავიღებ ხოლმე მაგალითად ნამტარეს.
ან მაგალითად მაჰასითების ისტორიებს, ამბებს ვკითხულობ. მოძებნე, შენ რა გაძლევს ინსპირაციას და აი ეს გამოიყენე პრაქტიკის გასაძლიერებლად. შემდეგი. შემდეგი კითხვა არის როგორ უნდა ასე ვთქვათ, გამოვცადოთ ისინი, რასაც სიზმარში ვნახულობთ. თუ შენ მუშაობ არსებებთან, რომელიც არა ამქვეყნიურ არსებებთან და ურთიერთქმედებ მათთან სიზმრის დროში, აუცილებელია, რომ შეგეძლოს უარის თქმა. აი წარმოიდგინე, მაგალითად ვიღაცა გირეკავს, რომ და გეუბნება, რომ რაღაცა გააკეთო ამ ცხოვრებაში, ხომ უნდა შეგეძლოს უარის თქმა, თუ არ გინდა. უნდა გქონდეს ამის უნარი, სანამ არა ამქვეყნიურ არსებებთან დაიწყებს საუბარს, ან მათთან ერთად რამის კეთებას. და ამისი ძალიან კაცრად გაფრთხილებთ. როგორ გამოსცადოთ ისინი? კითხეთ მათ, უთხარით მათ. კითხეთ მათ, რომ მიიღონ თავშესაფარი ბუდა, დარმა და სანგაში. აი ამით განასხვავებთ. რა არიან ეს არა ამქვეყნიური, არ არსებული არსებები. და ასევე შენ აიღე თავშესაფარი და ნახე რა მოხდება მაგ დროს. მოიწვია ისინი, რომ თქვენთან ერთად მიიღონ თავშესაფარი. ძირითადად არსებები, რომელსაც კბილები აქვთ, მაგ დროს მიდიან ხოლმე და არიღებენ თავშესაფარს შენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ თვალი გადავავლოთ და წავიკითხოთ ჩვენი სიზმრები, თუ ეს უბრალოდ ჩაწერისთვის არის საჭირო. უფრო მთავარია ჩაწერა. და ხანდახან თუ გაქვთ მაგალითად სიცხადის სიზმარი და მიიღებთ სწავლებას, ამ ჩანაწერის ხელახლა წაკითხვა, რა თქმა უნდა, სასურველია. შეგიძლიათ მოგცეთ დეტალური ინფორმაცია იმაზე, თუ რა გავაკეთოთ, როდესაც გაგვაგვიძება სიზმრიდან. გაიღვიძე. დაჯექი. სამედიტაციოდ. როდესაც დაჯდები, აიღე თავშესაფარი, მიიღე თავშესაფარი. აღმოაცენე აღწერი ბოდიჩიტა გასხივოსნებული გული. მოეშვი და გაიშალე ტრექჩოში. რაღაცა გამოვრჩა. თუ მანამდე სანამ სამედიტაციო დაჯდებით, ჩაიწერეთ თქვენი სიზმარი, იქნება ეს დღიურში თუ თქვენ გაქვთ სიზმრის ჯოხი, რომელსაც ესაუბრებით, მოუყევით და ამის შემდეგ წადით და დაჯექით სამედიტაციოდ. არ არის აუცილებელი, რომ სპეციალური ლოცვა წარმოთქვათ ბოდიჩიტას აღძვრის ან თავშესაფრის მიღების, მაგრამ ეს ცუდი არ არის, შეგიძლიათ ლოცვა წარმოთქვათ სპეციალური ეს ლოცვები, მაგრამ შეგიძლიათ უბრალოდ შეიგრძნოთ ეს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მანამ, სანამ თქვენ შეხედავთ თქვენს ტელეფონს, iPad-ს ან თქვენ პარტნიორს გაესაუბრებით. ანუ სანამ რამეს გააკეთებთ, უნდა დაიწყოთ. ამის შემდეგ გააკეთეთ 9 სუნთქვა და შედით ტრექჩოს მდგომარეობაში, გააკეთეთ ტრექჩოს მედიტაცია. როდესაც დრო გავა ეს მედიტაციის დრო,
ნუ დატოვებთ ტრექჩოს მდგომარეობას, მაგრამ გააგრძელეთ დღის განმავლობაში ტრექჩო. თუ სიზმრის იოგის პრაქტიკას მისდევ, მაშინ დაამატე აი ესეც, რომ დღის განმავლობაში შენი ტრექჩოს პრაქტიკაც არის სიზმარი. და ის, ვისაც ეს სიზმრება არის თვითონ სიზმარში შეთხსული, მაგრამ გააგრძელე ტრექჩოს პრაქტიკა. აი ესეთი იქნება რუტინა თქვენთვის, როდესაც გაგეღვიძებათ. გაქვთ რჩევა, როგორ მოვახდინოთ ცხადად ტიბეტური ას ვიზუალიზაცია. გახსოვთ რა გირჩიეთ, რომ ამობეჭდოთ ეს თეთრი ა, მე გაგიზიარეთ ეს სურათი და გირჩიეთ ამობეჭდეთ და დაამაგრეთ ის ჯოხზე, ჯოხი ჩადეთ რამეში, რომ ის მყარად იყოს და დაიდეთ თვალის გასწვრივ, ცხვირის გასწვრივ უნდა იყოს დაიდეთ წინ და უყურეთ ხოლმე. დაასვენეთ თქვენი მზერა აი ამ ას გამოსახულებაზე, დაასვენეთ თქვენი გონება აი ამ გამოსახულებაზე. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ, რომ ვიზუალიზაცია ადვილად შესძლოთ ტიბეტური ასი ჩაძინებამდე. რომელია სიზმრები, რომლებიც გვაუწყებენ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. მე ხანდახან მაქვს ესეთი ნიშნები, რომელიც მგონია, რომ ასოცირდება იმასთან, თუ რა მოხდება მომავალში. ეს არის სიცხადის, ასე ვთქვათ, მეორე შემდგომი დონე. ზოგიერთ ადამიანს აქვს ამის გამოცდილება და ეს არის იმის გამო, რომ მათ საკმარისი გევა დააგროვეს და გაავრცელეს. დაგეხმარებათ ეს მომავლის ცოდნა? არ ვიცი. შემდეგი კითხვა. მაყურებელმა მოგწერე შემდეგი კითხვა გვაქვს. მე არ მგონია ეს არის გაგრძელება კითხვის, როდესაც ადამიანს დაესწრო, რომ გააუპატიურეს. ის იწერება, რომ მგონია, რომ არ აქვს შიში გაუპატიურების, მაგრამ აი ამ პრაქტიკის შესრულების მოყვა ასეთი სიზმარი. თქვენ რომ აიღეთ თავშესაფარი, გააკეთეთ ეს 9 სუნთქვა, მე ვფიქრობ, თქვენ გახსენით არხები, რამაც გამოიწვია კარმის მომწიფება და აი ეს გამოისახა როგორც უსიამოვნო სიზმარი. მაგრამ ვერ ვიგებ რას ამბობ, რომ ზუსტად მოდი იმეილით მომწერე ამაზე. იმიტომ რომ შეიძლება არ გინდა ბოლომდე ყველაფრის დაწერა აი ასე ღიად. მამა, მე 35 წელი დამჭირდა, რომ იქამდე მივსულიყავი, რასაც თქვენ აღწერთ. რა დამეხმარება ჩემი პრაქტიკის აჩქარებაში? გევას წარმოქმნა, ტრექჩოს მედიტაციის პრაქტიკა. ასევე ნუნდრო, მოსამზადებელი ნუნდრო. ზოგიერთი რუშენი. რეალურად ყველა პრაქტიკა დაგეხმარება, მაგრამ ყველაზე უფრო ეფექტური, რომ გააძლიეროთ სიზმრის იოგა, არის რომ ივარჯიშოთ სიზმრის იოგა დღე და ღამე. თვეების და წლების განმავლობაში. იმიტომ რომ რა ხდება, ხშირად ესე პრაქტიკას იწყებ, მაგალითად სიზმრის იოგას, რამდენიმე თვე აკეთებ და შემდეგ ინტერესი გეკარგება, იმიტომ რომ სხვა პრაქტიკას ნახულობ. და აი ეს სხვა პრაქტიკაზე გადასვლა ანელებს მას. ეს ჩემი გამოცდილებით გეუბნებით ამას.
საინტერესო კითხვა არის პრაქტიკების ერთად გაკეთებაზე. მე ვიყენებ იონის კვერცხს ვაგინაში, ვიდებ, რომელიც მეხმარება მე ჩემ ჩრდილებთან მუშაობაში, არაცნობიერ შიშებთან მუშაობაში. შეიძლება და ამას ერთი წელია ვაკეთებ. შეიძლება ეს სიზმრის იოგას შევუთანხმო. მე არ ვიცი იონის კვერცხის პრაქტიკა, ასე რომ ვერაფერს გეტყვით ამ პრაქტიკის შეთავსებაზე. მაგრამ შემიძლია სხვა რაღაც გირჩიოთ, მაგალითად აი ამ საკუთარ არაცნობიერ შიშებთან ურთიერთობაზე. არ ვიცი რამდენად აი მაგალითად აი ეს საიდუმლო ჩაკრასთან მუშაობა დაგეხმარებათ შიშებთან მუშაობას, მაგრამ მგონი ჯობია იმ მასწავლებელს კითხო, ვინც აი ეს პრაქტიკა გასწავლა, ის უფრო უკეთ გირჩევს. მე არ ვიცი რა გირჩიო მაგ პრაქტიკასთან. ჩვენ ტიბეტური იოგაში ვიყენებთ ჩენრეზიგის პრაქტიკას, რომ წარსულში წავიდეთ და დავლოცოთ საკუთარი თავი, უბრალოდ ის, ვინც ვიყავით წარსულში, ჩენრეზიგის მადლით, რომ მან სხვანაირად აღიქვას აი ის რაც მოხდა, ეს უარყოფითი რაც მოხდა და შეიძლება ძალიან ძლიერი ცვლილება იყოს, იმიტომ შეიძლება უცებ აღმოაჩინო, რომ გაქვს ახალი მოგონება, რომ შენი ვიღაც მაგალითად შენი ნათლია მოვიდა, მას შემდეგ რაც რაღაც ცუდი მოხდა თქვენ ცხოვრებაში, მან დაგლოცათ, დაგამშვიდათ და ამით შეცვალა თქვენი მეხსიერება აი ამაზე. შეიძლება მოხდეს ჩენრეზიგის პრაქტიკით, რომელსაც თქვენ წარსულისკენ მიმართავთ, რომ ახალი მოგონებები წარმოიქმნას და ნახოთ, რომ წარსულში მომხდარ მოვლენაზე მოვლენა სხვანაირად გახსოვთ. გახსოვდეთ წარსული და მომავალი, ეს სწორხაზოვანი არ არის. თქვენ შეგიძლიათ წარსული შეცვლა, იმიტომ რომ ერთადერთი რაც გაქვთ წარსულზე არის თქვენი მოგონებები აი ამ წარსულ მოვლენაზე. ეს არის თუ რას ფიქრობთ, როგორ იგრძენით თქვენ თავი მაშინ და ეს ძალიან ცვალებადია, იმიტომ რომ ფიქრია. თქვენ შეგიძლიათ ჩენრეზიგი გამოიყენოთ და დაალოცოთ არა მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ არამედ სხვებიც, ვინც აი ამ სიტუაციაში ჩართულები იყვნენ. და ეს ძალიან ძლიერია, ძალიან ძლიერი პრაქტიკა და ეს კეთდება ჩენრეზიგის პრაქტიკით. მე ეს გასწავლეთ პრაქტიკა, როდესაც გულის ჩაკრაში თქვენ ლოტუსი გაქვთ და აი ამ ლოტუსიდან გამოდის სინათლის სხივები, რომლებიც დროსა და სივრცეს მიღმა წარსულშიც კი ვრცელდება და ეხებიან, აღვიძებენ სხვა არსებების გულებებს და უხსნიან გულს. უშლიან გულს. აი იმათაც კი, ვინც ჩართული იყო ვინც თქვენ გატკინათ მაგალითად წარსულში. ეს შეიძლება ამ პრაქტიკის გაკეთება. შესაძლებელია ასევე წარსულში სიზმრის დროში წახვიდეთ და შეცვალოთ რაც მოხდა. ეს უფრო რთულია. ამისათვის დიდი გამოცდილება გჭირდება სიზმრის იოგაში, რომ სიზმრის დროით შეცვალოთ წარსული. ასევე შეგიძლია გააკეთოთ შიდა სხეულის რუშენი და გაასუფთავოთ თქვენი ენერგოარხები, რომ შესაბამისად აი ეს კარმული კვალი, რომელიც ენერგოარხში არის, თქვათ გამოხატული, გასუფთავდეს და აღარ მომწიფდეს და შეიცვალოს. ლამ რაღაც პრობლემა გვაქვს ინტერნეტთან. გონი გაკეთდა, ცოტა ხანი უნდა მაცადო ლამა. იქნებ მეორე რუტერის წადო ინტერნეტისათვის.
გააკეთდა ისევ ერთი წამი, ვნახავ რა კითხვები და კომენტარებია და ავარჩევ. შემოვიდა შემდეგი კითხვა, შეგიძლიათ ისაუბროთ სიზმრის დროში პრაქტიკის შესრულებაზე, მედიტაციაზე? კი. ნებისმიერი პრაქტიკა, რომელსაც სიზმრის დროში შეასრულებთ, გაცილებით უფრო ძლიერია, ნაყოფის მომტანია, ვიდრე როდესაც მას აქ დღის სიზმრის დროს ასრულებთ. ეს არის იმიტომ, რომ სიზმრის დრო ძალიან ფლექსიბურია. თუ თქვენ მაგალითად ვიზუალიზაციას აკეთებთ თქვენი სადანიდან, თქვენ შეგიძლიათ მართლა განიცადოთ მთელი სხეულით ეს სადანა. თქვენ შეიძლება სიზმარში სრულიად განიცადოთ, რომ ხართ ეს იდამი. გაიგოთ ჰერუგაბის სიცილი. მშვენიერია. სცადე. თუ მუშაობ მაგალითად საუბრის რუშენზე, თუ ამას გააკეთებ, ამ პრაქტიკას გააკეთებ სიზმარში, მაშინ შეგიძლია ნახო სამყაროს განადგურება. შეიგრძნო ის. თუ აკეთებ ტრექჩოს და გააკეთებ ტრექჩოს მედიტაცია სიზმარში, ეს საოცარია. რა პრაქტიკასაც არ აკეთებდა, მაგალითად აკეთებდა ჩენრეზიგის პრაქტიკას, თუ მას ამ ტონგლენს სიზმარში შეასრულებ. ის მართლა მოხდება. ის რის ვიზუალიზაციას ახდენ, ის გავრცელდება სიზმრის დროიდან გამოვა, მანიფესტირდება. ასევე შენ შეგიძლია გახდე თვითონ უფრო შენ თვითონ შეიძლება შეიცვალო, როდესაც სიზმრებთან მუშაობას დაიწყებ. შეცვალო, მაგალითად ნივთები გარემო. მაგრამ დაიწყე პატარა რაღაცებით, მაგალითად აიღე ხილი, ჭიქა. შეცვალე ისეთი რაღაცები, რაც სიზმრში და სიცხადეშიც არის. ანუ ჩვეულებრივი ნივთების შეცვლით დაიწყე, ფერი შეუცვალე, ზომა შეუცვალე. თუ სიზმარში გესიზმრება, რომ შენი ყავა არის ვერცხლისფერ ჭიქაში, გაწიე ისეთ მხარეს, რომ თვალით ვერ ხედავდე და როდესაც დააბრუნე ის შავ ჭიქაში. აი, შეუცვალე ფერი. თავიდან ნუ შეცდები. რეალურად მე პირადად ძალიან მიჭირს, როდესაც შევცვალო რაღაც, თუ ვუყურებ მას. მე ასევე არ ვცვლი ხოლმე გარემოს, ან მივფრინავ, ან მივდივარ ხოლმე ეგ, ან ვიღებ ხოლმე ვარდისფერ ცარცს ვაკეთებ ხოლმე, არს ვხატავ და იმ კარით გავდივარ ხოლმე. მე ასეთი მეთოდებით მოგზაურობ, დავდივარ. არ გამიგია სხვა პრაქტიკოსებისაგან, რომ მათ განსხვავებული გამოცდილება აქვთ. თქვენ უნდა დაიწყეთ აი სიზმრის მანიპულირება პატარა ნივთებით. შეცვალეთ მაგალითად ფერი და ასევე შეგიძლია შეცვალოთ რაღაცები წარსულით. ეს საინტერესო ხდება, როდესაც ისწავლით ამის კეთებას და ასევე შეძლებთ, რომ სიზმარში სიცხადე შეინარჩუნოთ, არ გამოგეღვიძოთ. იმიტომ რომ გახსოვდეთ, როდესაც სიზმრის მანიპულაციას დაიწყებთ, პირველი რაც ხდება, გეღვიძებათ, კარგავთ სიცხადეს. სიცხადე სიზმარში არის რაღაც გარკვეული დონე. თუ აქედან ახტაცებული ხართ, აქედან გამოდიხართ.
თუ ძალიან ღრმა გძინავთ, კარგავთ ამას. ანუ ეს არის მართლა ბალანსირების აქტი, რომ შეინარჩუნოთ სიცხადე, ლუციდურობა და იმოქმედოთ სიზმრის დროში. უნდა ივარჯიშოთ, რომ აი ეს ბალანსის მდგომარეობა შეინარჩუნოთ. და როდესაც უკვე მიაღწევთ ამ მდგომარეობას, მაშინ სიზმარში ყველაფერი შეგიძლიათ. შეგიძლია იყო ბუდა, შეგიძლიათ წახვიდეთ განსაკუთრებულ ადგილებში. გაიგო ბუდას ორიგინალური სწავლება ორიგინალურ ენაში და გაიგოთ. მე მაგალითად ერთმა მოსწავლემ მომწერა, რომ მან მოისმინა სიზმარში კარმაპას სწავლება. პირველი კარმაპას სწავლება, მაგრამ იმიტომ რომ ტიბეტური არ იცოდა, ვერ გაიგო და ძალიან ფრუსტრირებული იყო. გახსოვდეთ, არ არის აუცილებლად თქვენი სოფლმხედველობა და თქვენი წარმოდგენები, აი თუნდაც აი ეს აზრი, რომ თქვენ არ იცით ტიბეტური, თან წაიღოთ სიზმარში. ეს არ არის რეალური. ეს არის უბრალოდ ფიქრი. როდესაც ხართ სიზმარში, თქვენი თქვენ არ არის აუცილებლად შეინარჩუნოთ არც ჰომო საპიენსის ფორმა. აი მაგალითად თუ გააკეთებთ დიდ დამთქნარებას, აი იმ პრაქტიკას, რომელიც მე გასწავლით, როდესაც შეისუნთქავთ და მთელ თქვენ ენერგო არხებს გაშლით სამყაროში და სამყაროს მიღმა, აი ამ პრაქტიკას თუ გააკეთებთ სიზმარში, შეიძლება ძალიან განსაკუთრებული გამოდგეს. არ არის აუცილებლად თქვენი ენერგო არხები შეიკრიბოს ისევ ჰომო საპიენსის ფორმაში. შეიძლება სხვა არსების ფორმა აიღოთ, მაგალითად მოусმინეთ დელფინების სიმღერას. ან მაგალითად შეასრულეთ ცალონგის პრაქტიკა 8 ფეხას ფორმაში. წარმოიდგინე როგორი განსაკუთრებული იქნება. მათ არ აქვთ ხერხემალი. 8 ფეხებს აქვთ მხოლოდ ცენტრალური სფერო და 8 მთავარი არხი, რომელიც გამოდის ამ მთავარი სფეროდან. წარმოიდგინეთ ცალონგის აი ესეთ სხეულში შესრულება როგორი იქნება. ბევრი ეს ყველაფერი რომ გაჩვენოთ, უნდა მე სიზმრის დროში შეგხვდეთ და წაგიყვანოთ. იმიტომ რომ ამას მე თქვენ ახლა ასე ვერ გასწავლეთ. როგორ შეძლოთ რომ შეიცვალოთ და არ იყოთ ერთეული, არ იყოთ ჰომო საპიენსი, მე ამის სწავლება მხოლოდ სიზმრის დროში შემიძლიათ. თუ თქვენ ასრულებთ ტონგლენის პრაქტიკას, ეგ დაგეხმარებათ სიზმარში მიაღწიოთ იმას, რომ განიცადოთ თავი როგორც ბევრმა, იყოთ მრავალი და არა ერთეული, იყოთ მწერები, ცხოველები, ფრინველები, ყველა. და გაიშალოთ. და მაქედან რომ გაიშალოთ და იყოთ ყველაფერი, ყოველ დროში, ყველა ბუდა, ყველა დროში, ყველა არსება, ყველა სამეფოში. თქვენ შეგიძლიათ ეს დაგესიზმროთ, მაგრამ რომ დაბრუნდებით, გექნებათ მხოლოდ მოგონება და ეს მოგონება შეგიძლიათ მხოლოდ სიტყვებით გადმოსცეთ. თქვენ არ გემახსოვრებათ შეგრძნება, მაგრამ სიტყვები გექნებათ მხოლოდ რომ აღწეროთ ეს. მე მაგალითად ერთხელ 6 საათი დავყავი რომ გამეხსენებინა ეს შეგრძნება რას ნიშნავდა, რა ენერგო კონფიგურაცია იყო სხვა არსებად ყოფნა, მაგრამ ვერ შევძელი. ანუ შეგრძნებას ვერ გადმოიტანთ. ეს იკარგება, იმიტომ როდესაც ბრუნდებით ჰომო საპიენსის ფორმაში, ეს ვეღარ გადმოგაქვთ. მე მახსოვს სონარული სიმღერა ვეშაპების, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზია, მაგრამ ვერ გადმომაქვს, ვერ აღგიწერთ, იმიტომ რომ ასევე არ მაქვს აი სენსორული ორგანო, რომელიც ამ ჰომო საპიენსის ფორმაში, რომელშიც ახლავა აღიქვამს მაგ სიმღერას, ვეშაპების სიმღერას. სიზმარში შეგიძლია ყველა თქვენი ლიმიტი მოხსნათ. შეძლოთ შეუძლებელი. და აი ამაში გეხმარებათ სიზმრის იოგა, რომ ის
თქვენ განახებთ, რომ აი ეს წარმოდგენები, რაც თქვენ გაქვთ, არის ცვალებადი. თუ თქვენ წარმოდგენის გჯერათ, თქვენ მას რეალობად აქცევთ. აი მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ ტიბეტური არ იცი, გესიზმრება, რომ ტიბეტური არ იცი. აი ეს არის თავის შეზღუდვა. აი ამ შეზღუდვებით ხარ გაჭედილი შენ პრაქტიკაშიც. სიზმრის იოგა არის სწორედ აი ამ შებოჭილობების, აი ამ გაჭედილობების მოხსნისათვის. გესმის? მაგრამ დაიწყე მარტივი პატარ-პატარა რაღაცეების შეცვლით ნელ-ნელა. ნუ გადახტები და ნუ ეცდები ძალიან დიდი საოცარი რაღაცების შესრულება სიზმარში, იმიტომ თავს გამოიღვიძებ ან დაკარგავ სიცხადეს, ან ზევით ახვალ, ან ქვემოთ. ზევოთ ამოხვალ გამოიღვიძებ, ქვემოთ ჩახვალ სიცხადე დაგეკარგება. ანუ თავარია ისწავლო სიცხადის შენარჩუნება ისე, რომ არ გამოგეღვიძოს. და დროთა განმავლობაში შენი სიზმრები გახდება განგრძობითი. ისინი არ იქნება ფრაგმენტული და სხვადასხვა, როგორც ახლა გესიზმრება. ის იქნება როგორც შენი დღის ცხოვრება, რომელიც გრძელდება. თუმცა ყველა ეს სიზმარი არ გემახსოვრება დღის განმავლობაში, მაგრამ როდესაც სიზმარში სიცხადეში შეხვალ, აი ეს განგრძობითობა იქნება, სიზმარში გაგახსენდება. მომდევნო სწავლებას მე სიზმრის დროში მოგცემთ. იმიტომ რომ სიზმრის დროში სიცხადის მდგომარეობაში მე თქვენ გასწავლით რა შეგიძლიათ გააკეთოთ სიზმარში. ტბის გვერდით არის ნაკადული, რომელიც ამოდის გამოქვაბულში. ეს გამოქვაბული არის აკლდამა, რომელიც დედა ბუნების აკლდამაა. ამ დიდი გამოქვაბულიდან გამოდის ეს ნაკადული და ავსებს ჯერ პატარა ტბას. შემდეგ ეს ნაკადული მიედინება და ავსებს უფრო დიდ ტბას. ამ ტბის გვერდით კი ძველი ტაძარია. შემხვდი აი ამ ადგილას. ეს ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც სიზმრის დროში მივდივარ ხოლმე. ნუ შეცვლი ნურაფრის ამ ადგილას. ჩვენ წავალთ სხვაგან, სათამაშოდ და სავარჯიშოდ. ადრე ვიღაცამ რაღაცები შეცვალა ერთ-ერთმა ჩემმა სტუდენტმა. და რთული იყო მერე ამ ადგილის გამოყენება. არის მეორე ადგილი. რა ქვია? ეს არის მზის ჩასვლის დროს უდაბნოში. სადაც არის ქვაქვიშით ნაგები სვეტებისა და თაღების რიგი. ეს ცნობილი ადგილია თავშეყრის, სადაც ბევრი სხვადასხვა სახეობის სიზმრის იოგის პრაქტიკოსი იკრიბება. თუ აი ამ ადგილას მოხვდებით და მე ვერ ნახავთ, ძალიან ბევრ სხვა საინტერესო არსებას შეხვდებით, რომლებიც გაჩვენებენ საინტერესო რაღაცებს. იმისათვის, რომ აი ამ ადგილებში მოხვდეთ, უნდა ისწავლოთ, რომ შეინარჩუნოთ სიცხადე, ლუციდურობა სიზმრის დროში, როდესაც ცვლილებები მოხდება. ცვლილებების მიუხედავად. მე ამ ორივე ადგილას ჩვეულებრივად ფეხით სიარულით ვხვდები. მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებული სიარულია სიზმარში, როდესაც აი თითოეულ ნაბიჯს ადგავ და რეალობიდან რეალობაში გადადიხარ, თითოეული ნაბიჯით გადადიხარ სხვა რეალობაში.
მოდი, ნახე, შემოვდი ერთ-ერთ აი ამ ადგილას. რადგანს არც ერთი ეს ადგილი დროისა და სივრცის კონკრეტულ მონაკვეთში არ არსებობს, ჩვენ შევძლებთ, რომ შევხვდეთ და წაგიყვანთ, მოგასმენინებთ ვეშაპების სონარულ სიმღერას და გაჩვენებთ ისეთ რაღაცებს, რაც გგონიათ, რომ შეუძლებელია. მაგრამ მანამდე უნდა ბალანს მიაღწიოთ და შეგეძლოთ სიცხადის ლუციდურობის შენარჩუნება, ანუ არ იღვიძებდეთ თავს, იმიტომ რომ გიხარიათ და იწყებთ რაღაცების აქეთ-იქით შეცვლას, ან კარგავდეთ ლუციდურობას, იმიტომ რომ ღრმა ძილში ჩადიხართ, ან პირიქით ძალიან ჩართული ხართ ისტორიაში, რაც ხდება და შესაბამისად კარგავთ ლუციდურობას. ეს არის ძალიან ნატიფი ხაზი. სისმრებში ხშირად რთულია წაკითხვა. იმიტომ რომ თუ შეხედავ ტექსტს, გაიხედავ და ისევ შეხედავ, ის შეცვლილი იქნება. თუ ოდესმე შევხვდებათ ტექსტი, რომელიც არ იცვლება, თუ გაიხედებით, შეხედავთ ისევ ტექსტი ისევ იგივეა, ეს სავარაუდოდ არის სიცხადის ცხადი სინათლის სიზმარი და თქვენ ამ ტექსტში ეს არის ტერმა. შეიძლება თქვენ იპოვეთ ადგილი, სადაც ტერმებია შენახული. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გამოიტანოთ ეს სწავლებები. ის, რომ თქვენ ტერმას იპოვით, არ ნიშნავს, რომ თქვენ ის ტერმა უნდა გამოიტანოთ და სხვებს ასწავლოთ. უბრალოდ მიიღეთ, ის სიამოვნეთ, მაგრამ თუ თქვენ ხართ ის, ვინც ეს უნდა გაზიაროთ, ვიღაც ვინმე გთხოვთ ამას. მოულოდნელად გთხოვთ. არასოდეს გამოიტანოთ ტერმა თქვენ თვითონ. იმის გარეშეთ, რომ ეს ვინმე გთხოვოთ თქვენ. მიიღეთ, ის სიამოვნეთ, მაგრამ ამათი გამოტანა სხვა ამბავია. უნდა მოხდეს მოვლენები, რომლებიც უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რომ ტერმა გამოიტანოს. მე ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენთაგან იპოვა ტერმა, იმიტომ რომ ამაზე გვისაუბრია. ასე რომ დაელოდეთ მოვლენების და ნიშნებს, რომლებიც განიშნებენ, რომ ეს ტერმა უნდა გამოვიდეს აქეთ. მანამდე ეს ტერმა ესწავლება მხოლოდ თქვენთვის არის. გამოიყენეთ ის თქვენი საკუთარი პრაქტიკისათვის. ნუ ეცდებით იმის აქეთ გადმოტანას და დამწყებებისათვის შიში ბუნებრივია. მე მაგალითად დავიწყე პრაქტიკა და ბევრი კოშმარი დამისისმრა. ეს შიში, როდესაც იწყებ პრაქტიკას, ნორმალურია. თუ ზოგადად შენ გეშინია იმის, რაც არ იცი, მოარიდე თავი, რომ წახვიდე იმისკენ, რაც უცნობია, თუ ეს გაშინებს ზოგადად. ჯობია შენ ივარჯიშო, ჩვეულებრივი ნუნდრო, ან არა ჩვეულებრივი ნუნდრო, აიღო თავშესაფარი. თუ გეშინია არა იმის, რაც უცნობია, ტრეკშო და ძოგჩენი შენთვის შეიძლება უფრო რთული გამოდგეს. ჯობია მაჰამუდრას გზას დაადგე, მაგრამ მე გირჩევ, დაიწყო თავშესაფრის მიღებით, refugees აღებით, თავშესაფრის მიღებით. სანამ აღარ გექნება ამ შიში შეგრძნება, იმიტომ რომ გაქვს თავშესაფარი. იცი რას დაეყრდნო? ნათქვამია, რომ ლომის რძე მხოლოდ ოქროს ჭიქაში, ოქროს თასში შეიძლება ჩავასხათ, იმიტომ რომ ყველა სხვა თასი იბზარება. ეს ტიბეტური გამოთქმა. ასევე ნათქვამია, როდესაც ლომი ღრიალებს, ყველა ცხოველს ეშინია გარდა ლომის ბოკვერების, რომლებსაც ესმით მშობლის ხმა და უხარიათ, პირიქით სირბილით გამოდიან. ესენი მხოლოდ ანალოგია არის იმის, რომ
თუ ფიქრობ, თუ გრძნობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ახალია შენთვის და გეშინია, ძალიან გთხოვ, ნუ შეეცდები ამ პრაქტიკებს პირიქით. ჯერ მიიღე, იპოვე თავშესაფარი, რომ ისეთ რაღაც ენდობოდე, იმუშავე ჩენ რეზიგით. ან მწვანე ტარაცთან. იმუშავე აი ამ არქეტიპებთან, მანამ სანამ შენ გექნება აი ესეთი შეგრძნება, რომ დარმაში შენ მშვიდად ხარ, მშვიდად ხარ და მხოლოდ აი ამის შემდეგ დაიწყე ესეთი პრაქტიკები, რომლებიც ახლა გაშინებს. შემდეგი არის კითხვები, რომლებშიც მაყურებლები წერენ, რომ თქვენ გნახე სიზმარში. კი, მე აქეთ-იქით დავდივარ ხოლმე სიზმარში. მეორე სწავლების შემდეგ დამესიზმრა, რომ მაკოცით და შემდეგ დამარტყით. მუცელში ესე თქვა დამარტყით. ხო? შეიძლება ვიყავი. რა იმუშავა? შემდეგი კითხვა, მე მქონდა სიზმრის შემდეგ პარალიზება, როგორ ვიმუშაო ამასთან? მე ყოველ დილას მაქვს ეს. არ ვიცი ეს რის გამოა, იმის გამო რომ სიზმარში ძალიან ბევრ ამას ვაკეთებ. მე ზოგადად უფრო დიდ ხანს მძინავს ვიძრე სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ გამოვიძინო და ასევე სიზმრის დროში ლუციდურობით გავაკეთო და გავცე სწავლებები და გავაკეთო ის რაღაცები, რასაც ვაკეთებ. მაგრამ რომ ვიღვიძებ, მე საკმაოდ დიდი დრო მჭირდება, სანამ დავიწყებ მოძრაობას, სანამ ჩემ ხელებს შევიგრძნებს, სანამ ჩემ ფეხის თითებს შევიგრძნობ. აი ღამე თუ მეღვიძება, თუ მინდა საპირფარეში გასვლა, ყოველთვის ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, იმიტომ რომ სიარული მიჭერს. ამიტომ არის ხშირად სწავლების სხვაგან თუ რჩები, ძალიან ახლოს ვითხოვ ხოლმე, რომ საპირფარეშოსთან დამოწვინონ. იმიტომ რომ შეიძლება გაიგოთ როგორ წავიქცევი. არ ვიცი რა გითხრათ, ჩემთვის ეს ძალიან ნორმალური არის და გადის ხოლმე მე რაღაც პერიოდის ცოტა გაიწელე ეცადე ნელ-ნელა ამოძრაო ხელები და გამოხვალ ამ მდგომარეობიდან. მაგრამ თუ ეს სიზმრის დროში ხდება, მაშინ არის დასავლურ მეცნიერებაში არის ახსნა იმაზე, რომ არსებობს სპეციალური ნივთიერება, რომელიც გეხმარება თუ მიიღებთ ამას, რომ სიზმრის დროში, ძილის დროს თქვათ არ წამოდგეთ და არ იაროთ. ზუსტად არ მაქვს რჩევა გარდა იმისა, რომ იყოთ მოთმინებით და დაელოდოთ სანამ ეს მდგომარეობა გამოვა და თუ სიზმარში ხდება, კი წახვიდეთ წარსულში და ეცადოთ შეცვალო ის რაც იწვევს ამას. ან მიიღოთ ეს სპეციალური ჰორმონი, რომელიც დაგეხმარებათ. ან დაბრუნდეთ სიზმარში ისევ იმავე დროს, არ ვიცი სხვა რა გირჩიოთ. არ მაქვს გამოსავალი აი ამ შემთხვევაში. როგორ გვეცოდინება, რომ უსაფრთხოდ ვართ ამ პრაქტიკების შესრულებაში? რატომ უნდა გეგონოთ, რომ უსაფრთხოა ეს ყველაფერი? დარმა არ არის საშიშროების გარეშე, ვინმე მკითხრათ? ტიბეტელებს ავიწყდებათ ამის თქმა, რომ დარმა საშიშია. თუ სახლი იწვის და თქვენ მეორე სართულიდან გადმოხტებით, ეს სახიფათოა, მაგრამ ალბათ უკეთესია იმასე, რომ ამოიწვათ ცოცხლად. დარმაც ესეთია. მეორე სართულიდან გადმოხტომას გავს. რა თქმა უნდა. არ არის ეს დარმა სახიფათოა, ამიტომ საღი აზრი უნდა გამოიყენოთ.
თუ ცხაცის მასში შეგხვდება მასწავლებელი, რა უნდა გავაკეთოთ? გააკეთეთ პროსტრაცია, ანუ მის წინაშე თქვათ განერთხეთ და გააკეთეთ პროსტრაცია. ეს არის ტრადიციული აქტი, რასაც თქვათ ტიბეტელები აკეთებენ, დასავლელები. უთხარით დასალომო უთხარით როგორ გიხარიათ მისი ნახვა და ხოვეთ რომ სწავლება მოგცეთ. არის რამე რაც უნდა ვიფიქრო, ან წარმოვიდგინო რომ სიცხადე გავიძლიარო. ასევე შემდეგ კითხვა, მე როდესაც menstruatsiya მაქვს, ან სავსე მთვარეა, უფრო მეტი სიზმრები მესიზმრება. ზოგიერთს აქვს menstruatsiya სავსე მთვარის დროს და ამ შემთხვევაში თუ შენ გემთხვევა ციკლი სავსე მთვარის, შეგიძლია პრაქტიკა გააკეთო აი მაგ კვირის დროს და დანარჩენი 3 კვირის დროს სხვა პრაქტიკები შეასრულო. კარგია, რა თქმა უნდა, თუ იცი რა პერიოდში გიძლიერდება სიზმრები და სიცხადე. შემდეგ. კითხვა არის, რა წიგნები გიდევთ თქვენ წინ, რომელი წიგნი არის, რომელსაც თვალები ახატია. ეს არის ნორბუ რინპოშეს წიგნი. ეს ბუდაა, უბრალოდ ილუსტრაციაა. ეს არის ნორბუ რინპოშეს წიგნი. ეს არის ალან უოლესის წიგნი. და ეს არის ტენზინ უანგეალის წიგნი. მე ამ სამივეს ვიყენებ და სამივე განსხვავებულია. სხვადასხვა ადამიანებს მოეწონებათ. ნორბუ რინპოშეს აქვს კარგი ისტორიები და ძალიან მოკლე არის სწავლება აღწერილი. არ არის სხვადასხვა ვარიანტები აქ აღწერილი, მაგრამ საკმარისი ინფორმაცია მოცემული. ბი ალან უოლესის წიგნი მშვენივრად არის დაწერილი განსაკუთრებით დასავლელებისათვის. ეს შამბალას ცენტრის გამოცემულია, ძალიან კარგი ტექსტია და დასავლური კულტურული მატრიცისათვის ძალიან გასაგებია მისასადეკებელი. და ეს ტენზინ უანგეალის ძალიან დეტალური, ძალიან კომპლექსური და ასე ძირითადად ტიბეტურ კონტექსტში დაწერილი, თუმცა ის უმატებს ურთავს თან ანალოგიებს, რაც გასაგებს გახდის აი ამ კულტურულ თქვათ ხატებს და გამოთქმებს თქვენთვის. აი მაგალითად ლომის რძე რომ ახსენე რომ მხოლოდ ოქროს თასში უნდა შეინახოთ, ეს არის ტიბეტური გამოთქმა. ეხლა ეს სხვა კულტურის ადამიანები შეიძლება არ იცოდეს. ასევე იყო კითხვა ბონის ტრადიციის პოეზიაზე. თუ გაქვთ რეკომენდაციები ბონის პოეზიაზე. დაუკავშირდით ბონის მასწავლებლებს, სანგას, აი ჩაერთეთ, მიუძღვენით მათ შესაწერი, დაუკავშირდით მათ აქვთ შესანიშნავი სწავლებები. ზოგიერთი ყველაზე ნიშნულოვანი ზოგჩენი სწავლებები არის სწორედ ბონის ტრადიციიდან. რა ეფექტი აქვს მარიხუანას და სიცხადესე სიზმარში? მე პირადად ვფიქრობ, CBD მეხმარება, როდესაც ფეხების ტკივილი მაქვს ფიზიკურად. ხანდახან მაქვს ხოლმე ფეხების კუნთების კრუნჩხვა და ექიმებიც ვერ იგებენ რატომ, მაგრამ მაქვს ხოლმე ხანდახან. და იმის გამო რომ ვალიუმი
უარყოფითად მოქმედებს, მე გამოვცადე CBD-s ზეთი, მაგრამ მხოლოდ CBD THC-s გარეშე. თვითონ სატივას მოწევა მე არ მადგება, იმიტომ რომ უბრალოდ მშივდება და ღამე ვდგები საჭმელად. ასე რომ ჩემთვის მარიხუანა თვითონ მარიხუანა კანაფის მოწევა კარგად არ მუშაობდა. არ არის მე არ მაქვს რეფერენსი, არ მაქვს ტექსტი, სადაც ამაზე იქნება საუბარი. მაგრამ არის სტეიჯის სახეობა sativa divinotarum, რომელიც იზრდება კალიფორნიაში. თუ მას დაწვავთ როგორც ინსენს, როგორც საკმეველს, ძილის წინ ამბობენ, რომ ეხმარება ლუციდურობაში, ლუციდურ სიზმრებში. ასევე იყო კითხვები სოკოებზე. არ ვიცი, მე არ გამომიცდი, არ მიმიღია ფსილოცებინი. სოკოები, აიოვასკა, იპოგაინი, ესენი არა. დატურა, ესენი უბრალოდ ცვლიან დროს, სიზმრის დროს. მე შემიძლია გითხრათ მაგალითად დატურაზე. დატურა გეხმარებათ, მაგრამ საშიშია, იმიტომ რომ დოზა ძალიან რთულია, დოზის განსაზღვრა, იმიტომ რომ ოდნავ მეტი შეიძლება სახიფათო იყოს. ანუ, მაგრამ დატურა რას გაძლევთ, რომ ის მაგალითად როგორც სიზმრის მანიპულაციის უნარი, რომელიც სიზმრის დროში გაქვს, შეიძლება გქონდეთ დღის დროს, მაგალითად დღის განმავლობაში შეცვალოთ ჭიქის ფერი, მაგრამ ეს გამოიყენება სპეციალური რიტუალებისათვის. მაგრამ მე სიზმრისათვის არ გამომიყენებია LSD, მაშრუმი ან პეიოტი. მე ესენი არ გამომიყენებია თავისი კულტურ კონტექსტის გარეთ სიზმრისათვის. თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, მაგალითად გაქვთ ასთმა, ეს ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი სიზმრის იოგაზე. ამიტომ ძილის წინ დალი მიიღეთ ჩაი. ასევე ნათქვამია მამულა ცენა არის გამოყენება, მაგრამ პირადად მე არ მაქვს გამოცდილება. ტიბეტურ ტექსტებში არ არის აი ამ სცენარეებზე საუბარი. ერთ-ერთ ტექსტში, რომელიც არა ტიბეტური, იყო საუბარი სატივაზე. მე სიზმრება ხოლმე, რომ ვარ 2 ან 3 მე სიზმარში და ერთმანეთში ვსაუბრობ. მშვენიერი, ძალიან კარგად აკეთებ ამ პრაქტიკას. შეიძლება არ გქონდეს სიცხადის შეგრძნება, მაგრამ შენ უკვე შეძელი და ის რაც ბევრ ადამიანს უჭირს, რომ დაარღვიო, ეს რომ მიიღო, რომ ერთეული არ ხარ და მრავლად აღიქვა თავი, შენ შეძელი, მშვენიერი. ეს არის რაღაცა, რასაც ვაპირებდი მე, რომ სიზმრის დროში მესწავლებინა, მაგრამ ზოგერთი თქვენთაგანი ამას ახერხებთ თქვენითაც. ტონგლენის პრაქტიკა ამას ამწიფებს, რომ შეძლოთ სიზმარში თავი აღიქვათ და იყოთ მრავალი. თუ ტონგლენის პრაქტიკას აკეთებთ, შეასრულეთ ეს თქვათ მწერების, ცხოველების ჯგუფს ეს დაგეხმარებათ. თუ სიზმრის დროში სხვა არსებებად ვთქვათ აღვიქვათ თავს, ეს ახდენს გავლენას იმაზე ჩვენ შემდეგ დაბადებაზე. ეს სწორხაზოვნად ვერ ვიტყვით. შეიძლება თქვენ გადაწყვიტოთ, რომ შეიძლება ამან იმოქმედოს იმაზე, რომ მრავალ სხვა არსებად მოხდეს თქვენი რეინკარნაცია.
რატომ გგონიათ, რომ თქვენ მაინდა-მაინც ერთ არსებად დაიბადებით მომავალში? თქვენ ხართ ეკოლოგია, თქვენ ერთეული არ ხართ, თქვენ ხართ ნაკრები მთელი აი გამოცდილებების ურთიერთქმედებების. რა ინდივიდი, ეს ინდივიდი? თუ გაქვს საფუარის სოკო და შესაბამისად გაქვს მოთხოვნილება შაქრის და მაგალითად მოიპარავ დონატს, ვინ წარმოქმნა კარმა ამის? კარმა, შენ თუ ბაქტერიამ, შენ თუ სოკომ. გახსოვდეს, როდესაც კვდები მთელი შენი ეკოლოგია ერთ დროს არ კვდება. შენი პიროვნება ძალიან საკმაოდ წილად არის განპირობებული აი შენი ბაიომის მდგომარეობით. შენ არ ხარ ერთეული, შენ ხარ ეკოლოგია. შესაბამისად, თლიანად ეს ეკოლოგია ერთ დროს არ კვდება და ერთ დროს არ ხდება რეინკარნირება მისი. შემდეგ. შეიძლება ჯოგჩენის ტრანსმისია სიზმარში მივიღოთ? კი. იყო ასევე კითხვები ვონგის, ლუნგის, ჩრის მიღების. მაგალითად ერთ-ერთმა მაყურებელმა დაწერა, რომ მას არასოდეს მიუღია სიცხადეში დღის განმავლობაში და სიზმარში მიიღო. კი? შესაძლებელია და თუ ამის გამოცდილება გქონდეთ, ესე იგი მიიღეთ. ძალიან ხშირად. ხშირად ხდება, რომ არქეტიპი იდამიმოვა თქვენთან სიზმარში და გაძლევთ ინიციაციას. ეს განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, კარგია თუ ამას გადმოიტანთ, თუ ამას მიიღებთ ასევე დღის განმავლობაში ამ ინიციაციას. მაგრამ თუ თქვენ ლუნგი მოგცეს სიზმარში, თქვენ შეგიძლიათ შესაბამისი სწავლება წაიკითხოთ ან გააკეთოთ. ჯოგჩენის ტრანსმისია და პირდაპირი გონების მითითება შეიძლება სიზმრის დროში გადაიცეს. და ხშირადაც ხდება. გახსოვს, 4-ვე დროის ბუდებს უნდათ, რომ იყვნენ 4-ვე დროის ბუდები, ისევე როგორც არიან. და რადგან ყველა ბუდა წარმოიქმნება გრძნობითი არსებებისაგან და მათი სიმრავლისაგან, ისინი არიან მოტივირებული, რომ ყველა არსება, ყველა სიცოცხლე განასხივოსნონ. თუ თხოვთ, ნებისმიერი ბუდა იქნება მოხარული, რომ მოგცეთ სწავლება. ცილის პარალიზებაზე არის ისევ კითხვა. მე ხანდახან სიზმარში ვწყვეტ სუნთქვას და მესიზმრება, რომ ვერ ვსუნთქავ და ვერ ვამოძრავებ დანს. შეიძლება ფიზიკურად საფრთხის ქვეშ იყო წადი, შემოწმებინე თავი ექიმთან, არის სპეციალური ძილის შემოწმება სწავლება და ასევე არის სპეციალური აპარატები, რომელიც ძილის დროს გიკეთია, რომელიც ახდენს მონიტორინგს, იმას იღებ თუ არა ჟანგბადს, იმიტომ რომ თუ აი ეს ხდება, რომ შენ სუნთქვას წყვეტე, შეიძლება საშიში იყოს. ასევე ხანდახან არის ხოლმე ჭარბწონიანობის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ზურგზე წევს, შეიძლება ენა აი უკან ქონდეს გადაწეული და არსებობს ანუ ფიზიკური სამედიცინო გამომწვევი მიზეზები და თუ თქვა სუნთქვის პრობლემა გაქვს, ჯერ გამოიკვლიე ეს. შეიძლება ვაჯრასატვეს პრაქტიკა სიზმრის იოგაში,
კი, ნებისმიერ დროს სიზმარში შეგიძლია ვაჯრასატვას პრაქტიკა შეასრულო. მე ნორბუ რინპოშეს ცხადი სინათლის პრაქტიკას ვაკეთებ, მაგრამ მიჭირს ვიზუალიზაცია, ანუ 100 ვიზუალიზაცია და მეძინება ხოლმე. მირთვი ნუდლის სუპი, რომელიც მაღალია ნარში წყლებით. ან დალია ცხელი ჩაი, peanut butter, მიწის თხილის კარაქი, ან გვირილის ჩაი. მე ცოტათი ვიცნობ ნორბუს ცხადი სინათლის პრაქტიკას და შემიძლია გირჩიო, რომ უფრო სუბუქად მიუდგე ამას, იმის ნაცვლად, რომ ცხად სინათლეზე ფოკუსირდე, წარმოიდგინე, რომ ხარ აი ამ ცხადი სინათლისაგან და რომ ეს უსაფრთხოა, შემოიტანე სიმსუბუქე და არა ეს მკვეთრი სინათლე. ეს სინათლე არის სიმბოლო იმის, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. როდესაც თვალებს დახუჭავ, როდესაც თვალებს დახუჭავ და დაინახავ რაღაცებს თვალწინ, შეხედე ყველაფერს, რასაც თვალდახუჭული ხედავ, თითქოს ის სინათლისგან არის შექმნილი, ანუ ყველა გამოსახულება, რასაც დაინახავ, წარმოიდგინე, რომ ის სინათლისგან არის შექმნილი. და ესე ნელ-ნელა შედი სიზმრის დროში. რეალურად სიზმრის დრო არ არის პერიოდი, როდესაც ჩაგეძინებათ. ჯერ ჩაგეძინებათ, შეიძლება ცოტა პატარა სიზმარი დააგესიზმროთ, შემდეგ ჩადიხართ დედა დონიში და აი მან შეიძლება მოხდეს სიცხადის ცხადი სინათლის აღქმა. ეს გავს ბარდოს მდგომარეობას. ეს არის პირველი ბარდო, როდესაც ცხად სინათლეში შეერწყეთ. მას შემდეგ, რაც წითელი და თეთრი წერტილი ბინდუ შეერთდა გულში. აი მაგას გავს ეს პერიოდი, მაგრამ უფრო გვიან ღამე ხდება აი ესეთი აქტიური სიზმრის პერიოდი. პრაქტიკოსებს ძირითადად ვურჩევთ ხოლმე, რომ დაადგინონ, როდის არიან სიზმრის პერიოდში. ხშირად ვურჩევთ ხოლმე, რომ გაიღვიძონ გვიან ღამე და შებრუნდნენ ძილში ეს სიცხადეს ხანდახან უფრო ამტკიცებს. ზოგიერთ ტიბეტურ პრაქტიკაში ყოველ 2 საათში იღვიძებ, შემდეგ ბრუნდები, რომ შეცვალ და სხვა ვიზუალიზაციით შედიხარ სიზმარში, მაგრამ მაგას არ ვსწავლობ დღეს. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ მივეჯაჭვებით წარსულ წინა ცხოვრებებს. აი ეს ადგილები, სადაც ადამიანები ყავთ მაგალითად ფსიქიატრულ ავადმყოფების სავსე ადამიანებით, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი არიან იესო ქრისტე ან ღვთისმშობელი. არიან ადამიანები, რომლებიც ებღაუჭებიან ამ წარსულ წინა ცხოვრებებს და ამბობენ, რომ აი მე ესა ვარ წინა ცხოვრებიდან, უნდა ვიპოვო ჩემი soulmate-ი. აი ესე წინა ცხოვრებების წარმოდგენებზე ჩაბღაუჭები შეიძლება მართლა აურიოთ თქვენი ეს ცხოვრება, არ უნდა ჩაბღაუჭოთ.
ძირითადად ადამიანები, ვინც წინა ცხოვრებებს ებღაუჭებიან, მათ აქვთ მოთხოვნილება, რომ თავი იგრძნონ მნიშვნელოვნად. მათ უნდა თქვა, რომ მე აი ეს რიგითი ვიღაც კი არ ვარ, აი მე ვიყავი მეფე, მე ვიყავი გველების მეფე, ან და შესაბამისად ებღაუჭებიან ამ წარსულის გამოცდილებას. იმიტომ რომ ამით ცდილობენ ისინი საკუთარი ნიშნულობა შეიგრძნონ. უნდა ამას ეცადე რომ რაღაცნაირად გაიარო ეს ეტაპი. აი მაგათაც კითხვა რატომ ცხოვრობ? სანამ აი ამ კითხვას არ დადებ, იყავი გმირი, იყავი ბოდისატვა. აი მაგითი შეივსე, აი ეს მოთხოვნილება რომ გინდა რომ მნიშვნელოვანი იყო, გინდა რომ ვინმე იყო. იყავი ბოდისატვა ყველასათვის. შემდეგი კითხვა არის კითხვა არის 4 დროზე. რა არის ეს 4 დრო? წარსული, აწმყო, მომავალი და წარმოდგენითი დრო. მეოთხე დრო არის ამ სამ დროს მიღმა, სივრცეს მიღმა. როგორ უკავშირდება ჩემი გურუს მასწავლებლის მიერ ერთგულება სიზმრის იოგას? ეს უნდა დაგეხმაროთ, ამ ინსპირაცია უნდა მოგცეთ. აი ის რომ მაგალითად თქვენი გურუ სიზმარში ნახოთ, რომ მასთან ინტერაქცია მოახდინოთ, ურთიერთობა გქონდეთ. რწმენა და თავდადება, ერთგულება მასწავლებლის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე თქვენ არ ვერ მიიღებთ გურუ იოგას მადლს. თქვენ შეიძლება განკიცხოთ თქვენი მასწავლებელი და მისი სწავლებები საკუთარი წარმოდგენების მიხედვით. შესაბამისად, თუ ერთგულება არ გაქვთ მასწავლების მიმართ, ამ სწავლებას გულღიად ვერ მიიღებთ. ეს იყო მარტივი პასუხი. იცნობთ კარლოს კასტანედას? კი, საკმაოდ კარგად. ძალიან კარგი მწერალია, ძალიან კარგად მოყვა ისტორიები ისევ და თან თამაშობდა, ვითომ სულელი იყო. შვენიერი მწერალი. ძალიან ბევრს მოგცა ინსპირაცია. მე ძირითადად მახსოვს ჩემი სიზმრები, მაგრამ არ მაქვს სიცხადის შეგრძნება. რა გავაკეთო? გააკეთე დღის პრაქტიკები. ყველაზე ეფექტური არის მე რაც გასწავლეთ, რომ დღის განმავლობაში იაროთ და აღიქვათ, რაც ხდება მოვლენები როგორც სიზმარი. თუ ამას გააკეთებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აი ეს გადავა სიზმრის დროშიც და სიზმაშიც გექნებათ იმის შეგრძნება, გააზრება, რომ სიზმაშით ხართ. ანუ გახდებით ლუციდური სიცხადე გექნებათ. თუ მივიღებთ სიზმაში ნაგების შესახებ სწავლებას, ეს მნიშვნელოვანია. შეიძლება დაინტერესებული ხარ ამით. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენთვის ალბათ დაინტერესებული ხართ და ამიტომ მიიღეთ სწავლება ნაგებზე. თქვენ თქვით, რომ სიზმრის დროში ბოდისატვა შეიძლება ვიყოთ და ეს ეფექტური იქნება სხვა არსებებისათვის. კი. სიზმრის დროში გადაწყვიტა, რომ გინდა არგო სარგებელი მოუტანო გრძნობით ცოცხალ არსებებს და იარე
დაიწყეს სიარული სენჟენსის ბარში და კეთილი საკციელის კეთება, გევას დაგროვება. რამდენი კითხვა გვაქვს? ბევრი აღარ დაგვრჩა, არის რამდენიმე კითხვა ინტერპრეტაციის შესახებ. ხო, გახსოვდეთ, რომ მე თქვენი სიზმრის ინტერპრეტაციას ისე კარგად ვერ მოვახდენ, ვიდრე თქვენ თვითონ უნდა მოახდინოთ თქვენი სიზმრის ინტერპრეტაცია. არის კითხვები, როდესაც სტუდენტებს ესიზმრებით და ნიშნავს კი ეს, რომ თქვენ ხართ მათი მასწავლებელი, გურუ? არა, ეს არ ნიშნავს, ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ მე თქვენი გურუ ვარ. ეს გაჩნია რა მოხდა სიზმარში. მე პირადად ვნახე ჩემი მასწავლებელი სიზმრის დროში, სანამ მე მას შევხვდებოდი ცხოვრებაში. მე მომიყოლია ეს ამბავი თქვენთვის. შეიძლება თქვენთვის არა. მანამდე ბევრ სხვადასხვა მასწავლებელთან დავდიოდი, ვეკითხებოდი, შენ ახარ დედაჩემი, შენ ახარ დედაჩემი, ისინი ყველანი მეუბნებოდნენ, არა, შენ არ ახარ ჩემი, წადი, ესე მეუბნებოდნენ მასწავლებელი. ძალიან ბევრ სხვადასხვა მასწავლებელს მივადექი, ყველას ვეკითხებოდი ამას. ლამა ეშეს მივადექი და ვკითხე, ვეუბნებოდი, შენ ხარ ჩემი რუდგურუ? და მითხრა, არა, მე არ ვარ, მე შენი ბეიბისიტერი, შენი ძიძა ვარ. მაგრამ შენ იპოვი შენ მასწავლებელს და სანამ შენ მასწავლებელს იპოვი, მე მოგხედავო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ნუნდრო გავაკეთე, ბევრი სხვადასხვა პრაქტიკები მქონდა, ზოგიერთი პრაქტიკა მუშაობდა, ზოგიერთი არა. მაშინ ტარას პრაქტიკა მომწე სადღაც არ მუშაობდა. და მაგრამ ბოლოს მივხვდი რატომ მქონდა, რატომ ვერ ვაკეთებდი ამ პრაქტიკას, მაგრამ მქონდა კარგი შედეგები ვაჯრასატვაზე, მანჯუშრის პრაქტიკის. ძალიან დიდი ცვლილება მოხდა, როდესაც ბოდისატვას ფიცი ავიღე. მაგრამ არც ერთი მასწავლებელი არ მეუბნებოდა, არ მიღებდა, ასე თქვა, როგორც სტუდენტად. და ერთხელაც როდესაც დავასრულე ჩემი ნუნდროს კეთება და ყველა მასწავლებელს კითხე, კარმაპას ვკითხე, სხვადასხვა მასწავლებლებს, ვისაც კავშირი მქონდა, ეშე დორჯეს. ღმერთო ჩემო, რამდენ მასწავლებელს ვკითხე. მე მაშინ მხოლოდ ისეთ მასწავლებლებთან შემზურთიერთობა და ვინც ინგლისური იცოდა, იმიტომ რომ მაშინ ტიბეტური არ ვიცოდი. და ესე ძალიან ფრუსტრირებული ვიყავი, მეგონა რომ ეს არასოდეს არ იმუშავდა, დავჭიქი ერთხელაც ტყეში, ჩავასე ჩემი პურბა მიწაში, ხის ქვეშ და ვთქვი, აქედან არ ავდგები, სანამ ჩემი მასწავლებელი არ მოვატქო. და ესე ვიჭექი და ერთ-ერთმა გამოიარა ქალმა, რომელსაც ადრე თხოვე, რომ ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო, სანამ ის ხანგრძლივ რიტრიტში შევიდოდა. მან გამოიარა და ვკითხე ამას, ჩემი მასწავლებელი ხარ? მან მითხრა, არა ვარ. თან მკითხა, რას აკეთებდი? მე ვთქვი, აი აქ ვზივარ, სანამ ჩემი მასწავლებელი არ მოვატქე და მითხრა, იდიოტი ხარო, ესე არ ხდება მასწავლებლის მოძებნა. და მითხრა, წამოდი, მე უნდა ვნახო ჩემი მასწავლებელი, რომელიც აქედან ძალიან შორს არის და მარტო ვერ წავალ ჩემი მასწავლებლის სანახავად. მოდი, წამომყევი, შენ ის მასწავლებელი არ გინახავს, წამოდი და ნახე. თუ იქნებ ვკითხე ამ მასწავლებელს, თუ ვთქვათ ის არ აგიყვანს, მაშინ დაგაბრუნებ აი აქ. ამ ხის ქვეშ და ელოდე შენ მასწავლებელს. ავდექი და წავყევი, ეს 10 დღის განმავლობაში მას ვემსახურებოდი, მიმქონდა მისი ნივთები, რაც ჰქონდა თან.
და ასე წავედით მანალიში, ეს იყო დარამსალიდან მოშორებით გაუვალ ტყეში. ნუ მაშინ ყოველ შემთხვევაში გაუვალი ტყე იყო. და წავედით მანალიში, სადაც ბევრი მასწავლებელი შემხვდა, მანამდე ყველას ვკითხეს, რომ იქნები ჩემი მასწავლებელი, ყველა მეუბნებოდა, არა, წადი შვილო აქედან, შენ მასწავლებელი არ ვარ მე და ესე გრძელდებოდა. და ანუ ეს პერიოდი ამ ანალიზშიც ვერც ერთი მასწავლებელი ვერ დავითანხმე და უკვე მზად ვიყავი რომ დავბრუნებულიყავი ჩემი ხის ქვეშ დავმჯდარიყავი და ბრუნდებოდით უკან მივდიოდით ავტობუსის გაჩერებაზე და გაგვასწრო ავტობუსმა რაღაცა მოხდა და მასწავლებელმა გაგვასწრო და დარამსალაში ავტობუსმა რომელსაც დარამსალაში უნდა წავაყვანეთ გაგვასწრო და გავიჭედით მანდიში. და ვართ რაღაც ესეთ პატარა ტურისტულ ბუნგალოს შევაფარეთ თავი, ავიღეთ რაღაც ძალიან იაფი ოთახი, რომელიც იყო სარდაფში, ძალიან პატარა პანჯარა ჰქონდა, სავსე იყო კოღოებით. მგონი მონსუნის პერიოდი მოდიოდა. და იქ გავატარეთ ღამე და იმ ღამეს დამესიზმრა რომ მივდიოდი რაღაც მთის გასწრევ და ხედავდი და ირგვლივ იყო კლდეები, რომლებსაც მანტრები ეწერა და ყვავილები იყო ამ ქვებს შორის. და მე გზას მივიკვლევდი, აი ამ ქვებს შორის, თითქოს გეგონება დაბა და მივადექი დიდ გამოქვაბულს. შევედი ამ გამოქვაბულში და გამოქვაბულში იდო სამედიტაციო ყუთი. ამ ყუთზე იჯდა მამაკაცი იოგი, რომელსაც ჰქონდა გრძელი თმები დაახლოებული თავზე და ეკეთა ოთხკუთხედი სათვალეები. და მივედი და ვკითხე ამას. შეგიძლია მაჩვენო გზა, რომ ჩემი გონება სრულ გასხივოსნებამდე მივიყვანო? მან მითხრა კი, მე შემიძლია. და გამიღვიძა და ამ ქალს აღვიძებ, გაიღვიძე, ჯამბა გაიღვიძე, დამესიზმრა. და ავუღწერე მას მთელი სიზმარი. არასოდეს მინახავს ესეთი ადგილი, მაგრამ ეგეთ ლამას ვიცნობ. მე შემიძლია ეგეთ მასწავლებელთან წაგიყვანო და გამეღვიძა. ესეც მეორე სიზმარი იყო, სიზმარი იყო. დავიწყე ისევ ჯამბას გაღვიძება, ჯამბა გაიღვიძე. რა გინდა უმკითხა? აი ესეთი სიზმარი დამესიზმრა და მოვუყევი ეს სიზმარი და მან მითხრა, ეგეთი ლამა არ ვიცი, მაგრამ აი ეს ადგილი, რომელსაც აღწერე, ვიცი და წაგიყვანო. ხვალე წაგიყვანო, ოღონდ ახლა დამაცინაო. რა თქმა უნდა, ვერ დავიძინე, როგორ დავიძინებდი. და მეორე დილას ავდექით რაღაც ავტობუსით 1 საათის განმავლობაში ვიარეთ. შემდეგ გზა დასრულდა, ავტობუსიდან გამოვედით და ფეხით ვიარეთ მთაზე, ავდიოდით რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ და მართლა გავიარეთ ადგილი, რომელიც ზუსტად ისეთი იყო, რომელიც სიზმარში ვნახე, ანუ აი ეს კლდის ქვები, რომელზეც მანტრები იყო დაწერილი და იყო ბევრი ყვავილები. მივადექით და მივედით გამოქვაბულამდე, შევედით,
რომელშიც იჯდა არა მაღალი, არამედ დაბალი და ცოტა პუტკუნა ლამა, რომელსაც ეკეთა ზუსტად ისეთი სათვალე, როგორც სიზმარში. მაშინ არც მე, არც ჯამპა ტიბეტური არ ვიცოდით და მხოლოდ ვუღიმოდით ლამას და ცოტა სიტყვები ვიცოდით ინდურად, მაგათად ნამასტე. ანუ არ შემეძლო არაფრის კითხვა. და ჯამპას უთხარი, მაშინ აი აქ ვჩები, ეს არის ჩემი მასწავლებელი. თუ გჭირდება გამოყვები, გაგაცილებ თქო, უთხარი ჯამპას. კი, მითხრა, კი, ჩემი ჩანთა წამოიღე, გამაცილე და გავაცილე ჯამპა. დავსვი ის ავტობუსში, რომ ის წასული იყო მანდიში და მანდიდან რომ დარამსალაში წასულიყო. და მე თვითონ წავედი, დავბრუნდი, ავედი მთაზე. ავდექი მე თვითონ ქვებისგან, ლოდებისგან შევქმენი პატარა დასადგომი და იქ დავრჩი. და მე სხვა და ხო რამდენიმე ათეული სხვა იოგიც იყო და ნელ-ნელა იქ მცხოვრებმა იოგებმა დაიწყეს ჩემთვის ტიბეტური სწავლება, აი ესე რაღაცაზე მიმითითებდნენ, აი როგორც ბავშვთა იტყოდნენ სიტყვას. და ესე გავიდა დრო რინპოშესთან მე ნალაპარაკები არ მქონდა და ერთხელაც მან შენიშნა, რომ მე აი ესეთ ჩემს მიერ ჩემი ხელით გაკეთებულ რაღაც დასადგომში ვცხოვრობდი და ამიტომ მან შენიშნა, რომ უკვე ცივი სეზონი მოდიოდა და გადამიყვანა სხვა გამოქვაბულში. გადამიყვანა გამოქვაბულში, ჩვეულებრივ იოგების გამოქვაბულში და იქ დავრჩი, ნელ-ნელა ვისწავლე ენა, დავიწყე რინპოშესთვის ტიბეტურიდან ინგლისურად თარგმნა. როდესაც უკვე ცოტა ტიბეტური შევწელი, მივედი მასთან და უთხარი, შეგეძლია მომცეს სწავლებები, მან მითხრა, ნუნდრო გააკეთე. მოვთხრა, მე უკვე გაკეთებული მაქვს ნუნდრო და მაშინ ესეთი სახით შემხედა, არ იმუშავა იმ წინა ნუნდრომ, ასე რომ მეორედ გააკეთა. ასე რომ პირველი პრაქტიკა, რომელსაც მე ვაკეთებდი, იყო ნუნდრო, რომელსაც რეალურად მეორედ ვაკეთებდი და მეორედ მართლა გავაკეთე. არა იმიტომ რომ მომეშორებინა თავიდან რომ ნუნდრო გაკეთებული მქონოდა, არამედ მართლა ვაკეთებდი ნუნდროს გამო და ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მოაქვს. ასე რომ ხანდახან თუ სიზმარში ნახავთ მასწავლებელს, ეს შეიძლება ნამდვილად იყოს თქვენი მასწავლებელი, მაგრამ ეს კონტექსტზე დამოკიდებულია. მაგრამ ასევე შეიძლება ბევრი სხვა მასწავლებელი დაგესისმროთ სიზმარში. ანუ კონტექსტზეა დამოკიდებული. გვაქვს კიდევ კითხვები? გონი ბოლოსკენ გავდივართ. რა განსხვავება ადამიანებს შორის, რომელსაც ცხად სიზმარში ვნახულობ და ჩვეულებრივ სიფხიზლეში ვნახულობ დღის განმავლობაში? ადამიანების და საგნების უმეტესობა სიზმრების უმრავლესობაში ხარ შენ თვითონ. უბრალოდ შენ არ იცი ეს. ადამიანები ჩვეულებრივ დღის სიფხიზლის დროშიც ხარ შენ, მაგრამ არა პატარა შენ, არამედ დიდი შენ. ანუ სიზმრის დროში შეხოდრილი ადამიანი შენი პატარა მესნაწილია. დღის განმავლობაში შენი დიდი მესნაწილი, რომელიც არის გონი, სემნი. სიფხიზლეში, ჩვეულებრივ დროში, ჩვენ აქ ყველანი ერთად ვართ. ეს ნიშნავს სამსარა და ნირვანა, ერთადაა. ყველა ცოცხალი არსება და ოთხივე დროის ბუდები ერთად. განსხვავება მხოლოდ პერსპექტივაშია. რეალურად ძალიან დიდი განსხვავება საერთოდაც არ არის სიზმრის დროსა და სიფხიზლის დროს შორის.
აი აქაც კი გამოღვიძებული, როდესაც განიცდი ადამიანებს მათთან ურთიერთობას, შენი განცდა ამ გამოცდილების ეს ყველაფერი წარმოჩინდება, წარმოიქმნება და იშლება შენ გონებაში. და შენი გონის სემნი, ამ დიდი გონის მიღმა არაფერია. თუ დაგესიზმრება, რომ ხარ პეპელა, რომელიც უყურებს მამაკაცს და ხარ მამაკაცი, რომელიც უყურებს ამ პეპელას. პეპელას ეშინია და გრძნობშიშ მამაკაც არა, მაგრამ შენ სიზმარში ორივე ხარ, პეპელაც და მამაკაციც. და ამ შიშს, რომელსაც პეპელა განიცდის, ეს რეალურია. იმას სურვილს, რომელსაც მამაკაცი განიცდის, რომ თითით შეეხოს ამ პეპელას, ისიც რეალურია. რეალურზე რეალური. ისინი ორი ცალკე ინდივიდი არიან, მაგრამ ამავდროულად ერთი, ანუ შენ. აი ეს რაღაც დონეზე იგივეა დღის განმავლობაშიც კი. მაგრამ სიზმრის დროში თქვენ შეგიძლია უფრო თავისუფლად იყო და გააკეთოთ რაღაცები, რასაც დღის განმავლობაში ვერ აკეთებთ, მაგალითად იფრინოთ, წახვიდეთ ადგილებში, სადაც აქ ფიზიკურ სივრცეში ვერ წახვალთ. დღეს ვასრულებთ ჩვენ ამით. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გავმართავ სიზმრის იოგაზე სწავლებას და ვნახავ რა კითხვები შემოვა თქვენგან. მანამდე ივარჯიშეთ, გააკეთეთ პრაქტიკები და ვნახოთ მომავალში რას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე მოდით და სიზმრის დროში მომძებნეთ, შემხვდით იქ, იმიტომ რომ სწავლების ნაწილს აი აქ ასე ვერ გადმოგცემთ, აი ვერ გასწავლით აქ როგორ შექმნათ სენსორული ორგანო, რომ აღიქვათ ულტრაბგერები, მაგრამ სიზმრის დროში ამას გასწავლით როგორ გარდაიქცეთ მაგალითად სელაპად და იცუროთ. იმიტომ რომ ეს ძალიან ადვილი არის სიზმრის დროში. ივარჯიშეთ. გამოფხიზელმა თუ ძინარემ ივარჯიშეთ. თქვენი ცხოვრების მესამედ ნაწილს ძილში ატარებთ. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ აი ამ დროს, როდესაც გძინავთ. საოცარი რაღაცების გაკეთება შეგიძლიათ და გამოცდილებების მიღება, პრაქტიკების მიღება. გაცილებით უფრო საჭირო სასურველ პრაქტიკებს მიიღებთ. Chi chi sala go pashu. We are complete for today. დავასრულეთ.